მოგესალმებით, ამ ვიდეოში გასწავლით მარტივ გზას, თუ როგორ გამოვთვალოთ ნებისმიერ მარკეტზე რისკი. გაციებული ვარ, ცოტა ხომ აქვს შეცვლილი, მაგრამ საქმეს ეგ არ ჭირდება, ხო? მოკლედ, რა გვჭირდება ჩვენ? ჩვენ გვჭირდება რომელიმე მარკეტი გავხსნათ, რომელზეც ვტრეიდობთ და დაგვჭირდება trading view. თუ რაიმე სხვა პლატფორმაზე ტრეიდობთ, არ არის პრობლემა. უბრალოდ trading view-ზე გამოთვალეთ რისკი და სხვა პლატფორმაზე იტრეიდეთ. პირველ რიგში, რო რისკი გამოთვალოთ, გვჭირდება რა? გავიგოთ რამხელა stop loss-ი გვაქვს. მაგალითისთვის, მე თუ აქ შევდივარ ტრეიდში და stop loss აქ ვაყენებ, რამხელა stop loss-ი მაქვს, ხო? დავაყენოთ ჩვენ ეს თული. აქ რო შეყოლთ არის long პოზიციის თული და short პოზიციის თული. შეგიძლიათ დავაფეივორიტოთ და აქ გამოჩნდება. ეხლა დავაყენოთ ეს long-ის თული. აგერ აი ეს მოკლედ დავუშვათ რომ აქ გვინდა შესვლა, stop loss აქ დაყენება და take profit-ის ესე დაყენება, ხო? აი აქ უკვე მე მიჩვენებს რამდენი კონტრაქტით ან რამხელა პოზიციის ზომით უნდა შევიდე, რომ გავრისკო ჩემთვის ასული პროცენტულობა. ყველაში რისკს რო ვითვლით, გვჭირდება გავიგოთ რამდენს ვრისკავთ წინასწარ, ხო? ყოველთვის ჩემი რჩევა იქნება, რომ 0.5% გარისკოთ მთლიანი აკაუნტის. ეს ახლა არის $50,000 აკაუნტზე დაყენებული. ანუ მე 0.5% გავრისკო, ჭირდება აი ეს QTI რო წერია 0.151 შესვლა, მაგრამ Nasdaq-ზე 0 ვერ შევალთ, ხო? ამიტომაც მიკროს ვიყენებ ხოლმე მაგ რისკისთვის. მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს რა. მოდი, აქ შევიდეთ, stop loss-ი აქ დავაყენოთ, take profit აქ დავაყენოთ. ახლა როგორ დავაყენოთ ეგ? აქ მიწერს შეხედეთ 1.4 კონტრაქტი უნდა შევიდე. თელებით რადგან ვერ შევალ future-ზე, ხო? ან 1-ით შევალ, ან 2-ით. ან ისე სხვანაირად არ გამოვა. ან stop loss უნდა გქონდეს შემცირებული. ან სხვა შეხედეთ stop loss ვამცირებ, შეხედე აქ მომიწევს 2 კონტრაქტი შესვლა. QTI რო წერია quantity იგივე რა, რომ მე 62.50 პოინტიან stop loss-ზე გავრისკო 0.5% და რატო 0.5? აი აქ ეს არის ჩემი სეტინგები. მიწერია აქ აკაუნტის ზომა. აქ უნდა დააყენოთ ის აკაუნტის ზომა, რაც თქვენ რეალურად გაქვთ. მე ძირითადად ვიყენებ $50,000 აკაუნტებს. ეს ლოცეიზი 1-ზე დატოვეთ, რისკის პროცენტულობაში გამოთვლა, ან დოლარში გამოთვლა. შეგიძლიათ ორივე მივეთითოთ. დოლარში რამდენი გარისკოთ, ან პროცენტში. მე პროცენტს ვიყენებ ძირითადად. ყველაზე მიახლოებულს რამდენი კონტრაქტს დამიწერს, იმით შევალ მე. 0.5 მიწერია და დანარჩენი, რავი, არც შემიცვლი არაფერი დაიკიდეთ. უბრალოდ დაწერეთ აქ რისკი 0.5, თქვენი აკაუნტის ზომა და ვსო. მერე ოკეის რო დავაჭერთ, ვსო, გადმოვა. აი ნებისმიერ მარკეტზე გადავიდეთ ახლა ბრუდოველზე. მაგალითად მინდა აქ ტრეიდ შესვლა, აი აქ მინდა რომ ჩამოვა ტრეიდ შევიდე, stop loss-ი ესე დავაყენო, take profit-ი ესე. მე რო გავრისკო 0.5% უნდა შევიდე 0.962 კონტრაქტით, ანუ აი აქ, აი ამით. მაგრამ 0.962 ვერ შეყოლ, ამიტომაც მოგიწევს 1 შესვლა და ოდნავ მეც გარისკა ვიდრე 0.5-ია, მაგრამ თავარია რომ მიახლოებული იქნება ყველანაირად რა. მარჯვენა ღილაკით რომ დავაჭირო ეხლა ამას, განახებთ რომ აი ერთ კონტრაქტზე stop loss-ი რო აქ ჩამოვწიო, დამიწერს $260 რისკს. $50,000-ის 0.5% ხალხო ვინც ერთით არის $250 და რადგან ეხლა ერთ კონტრაქტზე ნაკლებით ვერ შევდივარ, ამის გამო $260 რისკება აქ. შემცირებ 250 გახდება. რაც შემდეგ, ანუ ესე ითვლება რისკი. ანუ ეხლა აქ რა პრობლემას ვაგვარებთ, ხო? მე რომ მარკეტზე ვარ, ვზივარ და არ ვიცი რამდენი კონტრაქტით გავხსნა, ანუ იმიტომ რომ სულ ერთეგოვი კონტრაქტებით გახსნა ტრეიდების არის სრული სისულელე. რისკი უნდა გქონდეს პროცენტულობაში და პროცენტით ითვლიდა შენს რისკს, იმიტომ რომ ხან უფრო დიდი სანთლებია, ხან უფრო პატარა სანთლები და მაგით შენი რისკი აირევა, იმიტომ რომ ხან ბევრს გარისკავ, ხან ცოტას, იმიტომ რომ სანთლების ზომა სულ ერთნაირი არ არის. ხანდახან უფრო ვოლატურია ფასი რა, ვოლატურია ნიშნავს, რომ უფრო დიდი პოინტებით მოძრაობს. აი მაგალითისთვის, რო წარმოიდგინოთ რა, აი Nasdaq-ის დღიური სანთლებში გადავიდეთ. აი ეს Nasdaq-ზე დღევანდელობაში აი ნორმალური დღიური სანთლის მოცულობა არის პოინტებში არის 605 პოინტი. ახლა შეხედეთ გადავალ მე მაგალითად შევიდეთ 2022 წელს. შეხედეთ ნორმალური დღიური სანთლის მოძრაობა არის 500 პოინტი, მაგრამ უფრო ძველში რო ჩავიდე შეხედეთ, მაგალითად ჩავიდეთ 2020 წელს. ამას უყურეთ. 300 პოინტიანი არის. ეს თან დიდი სანთელი არის. კიდევ უფრო ჩავიდეთ. მაგალითად 2018 წლის სანთელი
აქედან აქამდე არის 100 პოინტიანი. ანუ იმის მერე ვალუტურობა ძალიან მოიმატა რა, ვეროთ რომ დიდი სანთლები არის. დღესდღეობით 100 პოინტს შეიძლება 1 სანთი ლაკეთებდეს ან ერთი მოძრაობა. შეხედეთ, აი ამ მოძრაობამ 1 წუთიანმა სანთლებმა გაკეთა 200 პოინტიანი მოძრაობა. ამიტომაც ნუ ვენდობით მხოლოდ ერთ კონტრაქტის ზომის რისკს, ყოველთვის გათვალეთ რისკი პროცენტულობაში და კონტრაქტების ზომა და კონტრაქტების რაოდენობა მაგით აკონტროლოთ. თუ დიდი stop loss-ი გაქვთ, ანუ დიდი პოინტებია stop loss-ზე, ისა შედარებით ნაკლები კონტრაქტი შედის და გამოითვალეთ, ანუ რო გაინტერესებთ რამდენი კონტრაქტი უნდა შეხვიდეთ, აი ეს გამოიყენეთ. ლონგისთვისაც და შორტისთვისაც. მე თუ აქ შევდივარ stop loss აი ამ ხელას ვაყენებ და take profit ამ ხელას, take profit-ს მნიშვნელობა არ აქვს. 0.111 უნდა შევიდე, რომ აქ გავრისკო 0.5%. მაგრამ რადგან 0 რაღაცებით ვერ შევდივარ, მაგის გამო ვიყენებთ მიკრო კონტრაქტებს, იმიტომ რომ future-ზე გვაქვს ესეთი კონტრაქტები. ეს არის მინი კონტრაქტი და მიკრო კონტრაქტი. ნებისმიერ ყველა future-ს აქვს მიკრო, ყველაფერი ყველას აქვს, მე მგონი, რავი, რაც ვიცი ყველას აქვს, gold-საც აქვს, როკროსაც. შეხედეთ, მაგალითად crude oil-ზე. ეხლა რადგან crude oil-ზე აი აქ მაგალითად აი ამ ხელა stop loss-ი მაქვს. ხო შეიძლება ეხლა ყველა ერთ წუთიანზე ხო არ ტრეიდობს. ხო შეიძლება ეხლა ვტრეიდობდი აი აქ, ხო? ამ ხელა stop loss-ი მქონდეს. რას ვიზამ? რადგან 0.191 ვერ შევდივარ. გადავალ MCL-ზე, რომელიც არის მიკრო. აი ამის. აი აქ გამოვითვლი რისკს. შეხედეთ, აქ უკვე 2.691-ით შევალ, 2 კონტრაქტით შევალ. 2.5-ით ვერა. ან 1, 2, ანუ ესე უნდა იყოს, მთელებით ვერ შეხვდით. და მაგისტრის ვიყენებთ მიკროებს, რომ რისკი ვაკონტროლოთ. ძირითადად რომ ვტრეიდობ მიკროებზე და მარკეტსაც რისკსაც მაგით ვითვლი. იმედი ამაზე ბევრი კითხვა აღარ დაისმევა და ამ ვიდეოში ამოწუროთ უპასუხე თუ როგორ გავრისკოთ და როგორ გამოვთვალოთ რისკი. კი მქონდა mentorship-ში ნასაუბრები, მაგრამ რაღაცა ხრიკები მაინც სჭირდება ზოგს. ამიტომაც იმედი გამოგადგებათ. თუ გამოგადგათ ეს ვიდეო და დაგიხმარათ, მადლობა ყურადღებისთვის. თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და გამოიწერეთ მალე 10000-ზე ავდივართ და როგორც ყოველთვის წარმატებულ ტრეიდინგს ისურვებთ დროებით.